ფიზიკური ვარჯიში რო შეძლოს ადამიანმა, მენტალურად უნდა იყოს მზად ამისთვის. ხანდახან ფსიქოლოგებიც ვართ ჩვენი მომხმარებლებისთვის. თქვენ გაქვთ საოცარი უნარი, რომ წაიკითხოთ სხეულის ენა. თითქოს შემოდის შენ ადამიანურ მომენტში. მე ზუსტად ის მომხდება გულზე, რასაც მე თვითონვე, ასე ვთქვათ, ვფიქრობ ჩემ თავზე. თვითონ მივხვდება რეალურად ჭირდება თუ არ ჭირდება. აი ეს მიღწეული შედეგი, აი ეს ფორმა რო გექნება. ეს შენ რას მოგცემს? ძალიან დიდი პატივია რომ ადამიანი შენ სხეულს გაბარებს. კითხვა უნდა დავუსვათ, რომ აბა გაიხსენე ვის ამის გახსენ. ერთი ნაბიჯით ცოტა ესე წინ უნდა იყოს. ნებისმიერი სამუშაო გადავაქციოთ თამაშად. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით მორიგი ოქტო ეპიზოდიდან. დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი გიორგი ხატიაშვილი, ფსიქოანალიტიკოსი. მოგესალმებით. და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ბულინგი და ბოდი შეიმინგი ფიტნეს სამყაროში. მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? კარგად, თავად როგორ ბრძანდებით? კარგად ბატონო. არაჩვეულებრივად. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. კი, და ნამდვილად მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი, ესე ვთქვათ, განხილვა რაც იქნება. და მოდი პირველი ესეთი კითხვა მექნება მე ფიზიკური აქტივობა როგორ აძლიერებს ესე ვთქვათ ჩვენს ფსიქოლოგიურ მონახას. აი ეს რო კარგად შეგვიფუთოთ. რა თქმა უნდა აძლიერებს და ეს არის ერთის მხრივ განუყოფელი ნაწილი, ანუ მენტალური მდგომარეობის და ფიზიკური. ანუ ერთმანეთთან არის კავშირში. იგივე ფიზიკური ვარჯიში რო შეძლოს ადამიანმა, მენტალურად უნდა იყოს მზად ამისთვის. ალბათ დამეთანხმებით. იმიტომ რომ როცა უკვე მოდის თქვენთან ადამიანი, მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ფიზიკურ სხეულთან დაბრუნდეს. და რატო დაბრუნდეს? იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები თავში ვართ. სულ ფიქრებში და ეს გვაკარგინებს სხეულთან კონტაქტს. და სხეულთან კონტაქტი როცა იკარგება, მაშინ თითქოს სხეული თავისი რაღაცა რითმით მიდის ან წინ, ან უკან. უფრო უკან, იმიტომ რომ თუ არ ჩაიდო ძალისხმევა და ყოველდღიური, ასე ვთქვათ, ვარჯიში, ის კუნთი თავისით არ განვითარდება. იგივე არის მენტალურ მდგომარეობაში. თუ ჩვენ თავზე არ მუშაობთ და არ ვაძლიერებთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მაშინ მივდივართ უკან. ანუ არ არსებობს რაღაც სტატიკა, ან მიდიხარ წინ, ან მიდიხარ უკან. კი, გვაინტერესებს ის, რომ ზოგადად ადამიანი მაინც ეხა რომ პირველ დარბაში მოდის და რაღაცა წინასწარი განცდები, ფიქრები აქვს, რომ აი რაღაცა ვარჯიშს დავიწყებ და ეს მე მენტალურად ძალიან მიშველის და ნუ აი ბევრი რაღაცა არის, რა ბევრი ფაქტორი არის და მართლა ადამიანის ძალიან ბევრი კატეგორია ვიცი, რომ ნამდვილად ისე დაუწყია ვარჯიში, რომ მე მენტალურად მიშველის და შედარებით უფრო უკეთ ვიგრძნობ თავს. აი ზუსტად ამაზე მინდოდა რომ გვესაუბრა და ნამდვილად კარგად გაგვიცით პასუხი, ძალიან საინტერესო იყო და აი ეს გვაინტერესებს რომ რამდენად არის ეს, რამდენად მუშაობს ზოგადად ფიტნესი აი ფსიქოლოგიურ ზოგადად ესე ვთქვათ სამყაროში რა, ფიტნეს სამყაროში. კი, მუშაობს, იმიტომ რომ აი ისევ განმეორდები, რომ ეს არის დაბრუნება საკუთარ სხეულთან. და საკუთარი სხეული ეს არის ჩემი თავი. და აღდგენა ამ ურთიერთობის და ამ კავშირის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ადამიანი რჩება ესეთ რაღაც არასტაბილურ მდგომარეობაში, სადაც ერთის მხრივ აქვს სურვილი და უნდა რომ განახორციელოს რაღაც, მაგრამ
იქიდან გამომდინარე, რომ სხეულთან არ აქვს კარგი კავშირი, ამას ვერ გამოხატავს და ვერ ანხორციელებს. და ზუსტად ფიტნესი არის ის მედიუმი, რომელიც ეხმარება ადამიანს ჩვევაში გამოიმუშაოს ის, რომ თუ როგორ განახორციელოს მატერიალიზაცია გაუკეთოს იმ, ასე ვთქვათ, სურვილს, რომელიც აქვს, თუნდაც ავიღოთ, რომ მისი სხეული გამოიყურებოდეს უკეთესად, მოწონდეს, ეს ყოველდღიური მუშაობით ის ხედავს აი ამ ნელ-ნელა ამ შედეგს, რომ თუ როგორ არის ეს შესაძლებელი, რაც მერე გადადის აბსოლუტურად ყველაფერზე. ხო, რა თქმა უნდა. და არის საპირისპირო, აი სიტყვაზე ადამიანი ფიქრობს, რომ მე ვარჯიშს დავიწყებ, მენტალურად ვიქნები ძალიან კარგად და უცბად ვარჯიშს იწყებს და რაღაცა სხვა ის ხდება რა, სხვა ანუ არ აკმაყოფილებს ის მენტალური მდგომარეობა, ანუ ვერ მივიდა იქამდე. როგორ არა? ძალიან ხშირია. ხო. და ჩვენ ვიცით როგორ საერთოდ ზოგადად მოლოდინები როგორ გვიცრუებს იმედს. კი. და ხშირ შემთხვევაში მასეც ხდება ხოლმე, რომ ანუ არ არის ადამიანი მენტალურად მდგრად მდგომარეობაში და ის თუ თვლის, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ გამოსავალი ფიტნესი არის და ის გახდის მას კარგად, ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებული რჩება. ხო, ანუ არ არის სწორი პოზიცია, ესე ვთქვათ 100%. არ არის სწორი პოზიცია არა მარტო ფიტნესის შემთხვევაში, არამედ საერთოდ ზოგადად ნებისმიერი რაღაცის შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიძახით, რომ იცი რა არის, აი მაგალითად, მე ბედნიერი ვიქნები თუ ბევრი ფული მექნება. ანუ დადგება დღე, როდესაც გექნება ბევრი ფული, მაგრამ მიტყვი, რომ ბედნიერი არ ხარ. ანუ მე ბედნიერი ვიქნები თუ დაუშვათ მანქანა მეყოლება, ან კარგი სამსახური, ის, ან კარგი შეყვარებული, ნებისმიერ რაღაცას რო ვაკუთვნებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ ბედნიერი გავხადოს, ის აუცილებლად იმედს გაგვიცრუებს. ნამდვილად ესე მუშაობს. კი ბატონო. ჩვენ როგორც წვრთნელები ხშირად ხმარობთ ხოლმე ტერმინს, რომ აი ხანდახან ფსიქოლოგებიც ვართ ჩვენი მომხმარებლებისთვის. რაღაცა დონეს. ხო. რაღაცა დონეზე მართალია და გვაინტერესებს პროფესიონალის აზრი, ეხლა ამასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობს ფსიქოლოგიური ფაქტორი? ხო, ფაქტორები. ფსიქოლოგიური ფაქტორები, ანუ ვარჯიშთან დაკავშირებით, რა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს ფსიქოლოგიურად რომ კარგად შეგვიფუთოთ და გითხრათ. ნამდვილად ხართ ფსიქოლოგები, მწვრთნელები, იმიტომ რომ მაგის გარეშე არ გამოვა თქვენი ურთიერთობა თვითონ კლიენტთან, იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ გაქვთ საოცარი უნარი, რომ წაიკითხოთ სხეულის ენა. როდესაც მოდის კლიენტი თქვენთან, უკვე სხეულზე ატყობთ თქვენ, სად არის მოჭიმული, სად არის, ასე ვთქვათ, უხერხულად და როგორც აი ბავშვი ჭირდება, აი პირველად ბაღში რო შედის, ხო? ანუ დახვდეს იქ იმდენად მომზადებული, ამზრდელი ფსიქოლოგიურად, რომ კი არ შეეშინდეს იქაურობის, არამედ ინტეგრირება მოახდინოს საკმაოდ სწრაფად, რბილად და კონდეს განცდა, რომ ეს სივრცე მისი არის. და თქვენ აი ამას ქმნით. და აქ ესე ცალმხრივად რო შეხედო, რომ ტრენერი არის უბრალოდ რომელიც მარტო ფიზიკურად გამზადებს, ეს არ არის. არ მუშაობს. ხო, არ მუშაობს. და თვითონ თუ ვიღაცას ეგონა და გახდა ტრენერი და მხოლოდ ამ მიმართულებით იყენებდა მიდგომას, ანუ თავადაც მიხვდებოდა, რომ არა ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ მე უნდა მესმოდეს უფრო მეტი. და ეს არის ზუსტად ეს ფსიქოლოგია. იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ ახვედრებთ იმ განწყობას, რომ არ არის
გასაგებია. ხო, ну ზოგადად ეხა როა იყო მართლა ეგრე არის რა. იმიტომ რომ მართლა ადამიანი შეიძლება რაღაცა ბევრი გარემო და ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, რომ აი დარბაზში მოვიდა მწვრთნელთან, სიტყვაზე ერთ-ერთი დღე რაღაცა ისეთი ან ცოლს ეჩხუბა, ან სამსახურში რაღაცა წარმატებული დღე არ ქონდა, ან ნებისმიერი რაც არ უნდა ავიღოთ რა და მაგ დროს რო ეხა რაღაცა მწვრთნელიც არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი, უბრალოდ ადამიანი ავიღოთ რა. თუნდაც აი შეხვდა და მით უმეტეს მწვრთნელიც რო არის, რო ეს სიტყვაზე რაღაცაზე ესაუბრება, რაღაცაზე უცბად მარტო ვარჯიში არ არის პრივილეგია, ყველა ადამიანისთვის იქნება ძალიან დიდი კომფორტი, მათ შორის ჩემთვისაც, იმიტომ რომ მე როგორც მწვრთნელი ახლა და როგორც გიო ხშირად გვაქვს ხოლმე ძალიან ბევრ ადამიანებთან ურთიერთობა, დღის განმავლობაში შეიძლება 20 ადამიანთან ერთად გქონდეს რაღაცა სხვა ადამიანთან ურთიერთობა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც ადამიანები ვარ და მაგ შემთხვევაში ახლა ძალიან ისეთია რა, ადამიანი რომ მოდის და რაღაცა ემოციებს გაცვლით და შეიძლება შენ იყო ამავე დროს რაღაცა ცოტა დასტრესილი რა, ასე ვთქვათ. და იქიდანაც რომ რაღაცა საპირისპიროთ მოდის, ესე ვთქვათ, მე რაღაცა კაი ტანდემი დგება ხოლმე რა. ზუსტად, აი ის გამახსენდა ახლა იუნგს აქვს, კარლ იუნგს აქვს ნათქვამი ესეთი რაღაც, რომ შეგიძლიათ მეუნება პირდაპირ ფსიქოთერაპევტებს, რომ ანუ შეგიძლიათ ასე ვთქვათ, დაისწავლოთ ბევრი თეორია, დაისწავლოთ უამრავი ტექნიკა, მაგრამ როდესაც ადამიანი მოდის თქვენთან, დაივიწყეთ ეს ყველაფერი და იყავით ადამიანი ადამიანთან. და აი ზუსტად ეს არის, რასაც ამბობდით, რომ მე თუ ვერ ვხედავ ჩემი ტრენერისგან, რომ ის მხედავს მე, თუნდაც იმ დღეს რა განწყობით ვარ და ანუ გრძნობ რომ ის ამ ჩემს მდგომარეობას არ აიგნორებს და პირიქით ასე ვთქვათ, იღებს, ეს უკვე ჩემთვის იმედი არის, რომ ეს კავშირი არის ღირებული. და ის მე არ მიყურებს, უბრალოდ, ანუ არ მიყურებს არა, ის საერთოდ არ მიყურებს მაშინ. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხვდება კლიენტს ის, რომ ის მხედავს მე და როგორც ჩემს პროფესიაში, როდესაც პაციენტი მოდის, პირველად თუ ქიმია დაემთხვა ჩვენი, ანუ მაშინ შევძლებთ გავაგრძელოთ მუშაობა. ასე არის თქვენ შემთხვევაშიც, რომ ანუ ეს ქიმია უნდა მოხდეს, ანუ მწვრთნელსა და ასევე კლიენტ შორის და მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფორმაცია შედგება. კი, ნამდვილად ეგრეა. ხო, აი ხედავს ცოტა ისე ეგ არის რა, უნდა ხედავ და რა შემო. ძალიან სასიამოვნო ფაქტორი არის რა, რომ აი ხა როგორც აღნიშნეთ რა, რომ აი ხედავს რაღაცა მან აი რაღაცა თვითონაც თითქოს შემოდის შენ ადამიანურ მომენტში და მარტო ის აღარ არის რა, რომ აი სამსახური მოდი მე შენ უნდა რა ქვია გავარჯიშო, შენ ფული გადამიხადე და აი მარტო ეს რო აღარ არის, ბევრად კომფორტულია და ბევრად სასიამოვნოა მერე მუშაობა. მერე უკვე რაღაც აღარ აკვირდები რა, ბევრ რაღაცეებს და უბრალოდ სადაც მიდიხარ, მართლა იქ მისვლა უნდა გსიამოვნებდეს, არ აქვს მნიშვნელობა შენ ჯიმში მიდიხარ, სამსახურში მიდიხარ, უბრალოდ მეგობრის ანახავად მიდიხარ. ძალიან მნიშვნელოვანია რა ეგეთი რაღაცეები დღევანდელ დროში მით უმეტეს. და ერთი ესეთი ის არის კიდე რა, გვაინტერესებს აი როგორი რაღაცა იცი, აი ადამიანებს ხელი რაში ეშლებათ, რომ აი თუნდაც ვარჯიშს რო იწყებენ, შეინარჩუნონ სიტყვაზე აი ეს დაწყებული პროცესი. თან ეხა ძალიან ტრენდული არის ვარჯიში და რაღაცა ბევრი ადამიანისგანაც ის მოდის, რომ აი ვარჯიშობ და ნუ ეს ხდება რაღაცა 2, 3, 4 თვე, თუნდაც მერე აჩერებენ და დამოკიდებულება იმაზე, რომ აი რაღაცა აი სიტყვაზე ზაფხულისთვის რო ემზადებიან ხოლმე რა რაღაცა 3-4 თვეში, რომ ეს რაღაცა ცხოვრების წესი და ჩვეულება არ არის, მაგრამ აი 3-4 თვე უნდა იქ რაღაცა ივნისიდან აგვისტომდე კაი ფორმაში იყოს და მერე ანებებენ თავს და აი ამასაც რო შევეხოთ ცოტა. აუცილებლად, აქტუალური თემაა. ანუ როგორც თქვენ სფეროში, ასევე ჩემ სფეროში და პარალელებს ასე ვთქვათ მოვიყვან. ბევრი შემთხვევაა, როდესაც მოდის შემთან ადამიანი და მეკითხება, რომ აი რამდენი სესია დამჭირდება. ხო, ეგ ჩვენთანაც არის. ხო, რამდენი სესია დამჭირდება.
მეორე კიდე ის არის, რომ აი ტრენდული რო ახსენეთ რა, ასევე ფსიქოლოგთან სიარული გარკვეულად ტრენდული გახდა. და შეიძლება ადამიანი მოვიდეს სამჯერ და ის უკვე იძახის, რომ ის ფსიქოლოგთან დადის თერაპიაზე რაღაც და იმ სამი მოსვლის მე არც გამოჩენილა. ასევე არის ვარჯიშზე, რო აი ვარჯიში დაიწყო, მაგრამ სამი მოსვლა და მერე გაქრა. კი. ეს ზოგადად მოდის რა თქმა უნდა ჩვენი კულტურიდან, იმიტომ რომ ჩვენ ამის კულტურა არ გაგვაჩნია. და აი ეხლა, ასე ვთქვათ, ვაშენებთ ამას, იმიტომ რომ მაგალითად დასავლეთში ეს ძალიან ჩვეულებრივი რითმის და ყოველდღიურობის, ასე ვთქვათ, ნაწილი არის და იგივე ბავშვი ხედავს მშობელი როგორ ვარჯიშობს და ის უკვე როლ მოდელი არის მისთვის და ის იმდენად ჩვეულებრივი რაღაცა არის, როგორც დაუშვათ იქ ვახშამზე ზიან და მიირთმევდა. ჩვენთან ეს თითქოს აი ის იმდენად ახალია, რომ ჯერ აი მხერხემალს ვაშენებთ ამის ერთობლივად ყველა ნებისმიერი სფეროდან. და ძალიან დიდი პრობლემა არის აი არ მინდა ინგლისურად ვთქვა, მაგრამ აი consistency რა, ეს დისციპლინა, ეს მდგრადობა, ეს თანმიმდევრულობა, რაც ყველგან ყველა სფეროში ესეთი გამარცხებს რა და ვერ მიდიხარ წინ. ამისთვის უფრო მგრძნობიარეები უნდა ვიყოთ. ჩვენ როგორც ფსიქოლოგები, თქვენ როგორც მწვრთნელები, კლიენტთან, რომ ეს ყოველთვის გავითვალისწინოთ. და ისეთი მიდგომები შევარჩიოთ თითოეულთან ინდივიდუალურად, რომ ნაკლებად, ასე ვთქვათ, მოუნდეს გაქცევა. ანუ თავიდანვე, ასე ვთქვათ, ის კონტაქტი დავამყაროთ და აუხსნათ ის პროცესი დავანახოთ, თუ აი წინ როგორ უნდა გაიაროს ეს ყველაფერი. და ეს დისციპლინა კიდე ყალიბდება პირველ რიგში იქიდან, რომ აი მაგალითად თუნდაც დადიხარ ფსიქოლოგთან კვირაში ერთხელ. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე დღეს. ანუ ეს უკვე ამ სისტემას, ამ დინამიკას აწყობს, როგორც ვარჯიში. ანუ იქ მენტალური, თქვენთან ეს ფიზიკური, რომ ანუ ეს ერთი და იგივე დრო, იგივე დღე რაღაც, ანუ აი ეს დინამიკა იქნება და ნელ-ნელა ეს ქსოვს ადამიანში აი იმ რაღაცა სხეულს, რომელსაც არ ვიცი, ვეძახით დისციპლინას და იმ ხერხემალს, რაზეც მერე დგახარ. ეს არ არის ის, რომ სადმე საჭიროა და სადმე არ არის საჭირო. ეს არის ერთი. და თუ ამას შექმნი ვარჯიშით, ფსიქოლოგთან სიარულით, თუ ცურვაზე სიარულით, თუ რაზე, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ეს არის პირდაპირი ფორმულა, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აი წარმატების. კი, არის ერთ-ერთი. ნამდვილად. ეგრეა. ეგ არის. ძალიან ჩაგაფიქრეთ. არის ძალიან საინტერესო. ხო, საინტერესო რატო? ეხლა თქვენს რო საუბრობთ, ეხლა ჩათვალეთ ჩვენს მაყურებლები ვართ რა, იმიტომ რომ ბევრი ისეთ რაღაცას სწავლობთ, ესე ვთქვა და ბევრი ისეთ რაღაცებს უკვე მერე და მერე შემდგომ ყურადღებას მივაქცევთ, რომ ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგად გამოვიყენებთ მერე ცხოვრებაში ზოგადად. ძალიან მიხარია. და ხო, და ასევე მე ვსწავლობ თქვენგან. ეს ორმხრივი პროცესია ყოველთვის, ანუ სულ ანუ აღნიშნავ ხოლმე პაციენტთან, რომ ანუ არა მარტო თქვენ გადიხართ ეხლა პროცესს, თქვენთან ერთად მეც გავდივარ. როგორც თქვენ იზრდებით, ისე მე ვიზრდები და ასე არის დარწმუნებული ვარ თქვენთან, როდესაც თქვენი კლიენტი იზრდება, იზრდებით თქვენ. რა თქმა უნდა. ეგრე არის. გვაინტერესებს ესეთი რაღაცა, რომ აი რა სტრატეგიები არის მომხმარებლისთვის შესამუშავებელი, რომ ვარჯიში აქციოს ცხოვრების წესად და არა აი რაღაც ვალდებულებასავით რა, რომ აი სიტყვაზე რაღაცას მოერგოს. ძალიან კაი კითხვა. პირველ რიგში აი რა გავიხსენოთ? ალბათ ბევრს ქონია ეს განცდა, რომ
ბავშვობაში შეაძულეს კითხვა. იმიტომ რომ მიაწოდეს ეს როგორც ვალდებულება, უნდა იკითხო. და ამ არასწორი დამოკიდებულებით, ხო, ანუ ძალიან ბევრ და საინტერესო გამოცდილებაზე თქვა უარი ადამიანმა. ასე არის ვარჯიში. ანუ მიწოდება საქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არა როგორც ვალდებულება, არამედ როგორც მისი ნება დაკავშირებული საჭიროებასთან. ანუ მისი თავისუფალი ნება. და აი ისე ჩემი პრაქტიკიდან მოვიყვან მაგალითს, რომ როცა მოდის ადამიანი და მეკითხება, რომ მე კიდე უნდა მოვიდე, მე არ ვეუბნები პასუხს, მე მას ვაკისრებ ამ პასუხისმგებლობას და ვეკითხებ, თქვენ როგორც გადაწყვიტავთ. თქვენ როგორც აი, არჩევანის წინაშე თავებთ რა. ხო, ძალიან მაგარი რაღაცა. ხო, თვითონ მიხვდება რეალურად ჭირდება თუ არ ჭირდება, ხო? ეგ არის. კი, ანუ აი ეს სივრცე უნდა მიცეთ. ხო, ძალიან კაია. და ეხა ზოგადად უცბად რო გავიფიქრე, ეხა მეც რომ მომხმარებელი ვიყო, ტრენერთან დავდიოდე და რაღაცა მსგავსი სიტყვებით რო გამომიშვას დარბაზიდან, აი უფრო მომინდება რა მისვლა რა, აი რაღაცა საფიქალს გაძლევს. კი, tada მაინტერესებს და აი მართლა, აი ეგრე მუშაობს, მე მგონი ყველაფერი. აი ხო, რაღაც ადამიანზე, კი. ძალიან მაგარია. აი იგივე ხა მაგალითად მაღაზიაში რო შედიხარ, ხო? და კონსულტანტი დაკტრიალებს თავს და რამეში ხარ დაგეხმაროთ, რამეში ხარ. აი არაფრის ყიდვა აღარ გინდა. ანუ სივრცეს არ გაძლევს. რომ შენ თვითონ გადაწყვიტო, მინდა რამის ყიდვა, მომწონს არ მომწონს, დამანებე რა თავი რა. მაცადე. მაცადე. პარკი გინდა თუ არა. ორი. ხო, არა, ეგრეა მართლა, ნამდვილად რა. და მართლა მაგრამ მუშაობს და ზოგადად კარგად აღიგვავს მე ადამიანიც რა. ავი მეც ეგრე ვარ და შენც ეგრე ხარ დარწმუნებული. იმიტომ რომ ყველას გვაქვს იმის შეგრძნება მე რომ ჩვენს თავისუფალ ნებას პატივს სცემენ. კი. ანუ აი ესაც ისევ მივდივართ იმასთან რომ ხედავს. კი ბატონო. და უბრალოდ რაღაც მექანიზმს არ მიყურებს, რომელსაც უნდა მოარგოს რაღაცა სტრატეგია. Yes. იო, რა მინდა კითხო, ესეთი მაინც აქტუალური თემაა რა, იმიტომ რომ დარბაზებში მით უმეტეს. და ალბათ საზოგადოებაშიც. აი ადამიანებში რამდენად არის აი სხეულის მიმართ სირცხვილის განცდა და რას ნიშნავს ეს? ეს არის ხშირი და ნიშნავს ისევ თავიდან რითიც დავიწყე, იმას დაუბრუნდები, რომ საკუთარ სხეულთან კონტაქტის დაკარგვა. ანუ გაუცხოება. რო უყურებს სარკეში საკუთარ თავს, იმდენად გაუცხოებულია საკუთარ სხეულთან, რომ ანუ ვერ იგებს ვინ არის და რატო არის და არც მოწონს, იმიტომ რომ გაუცხოებულია. და ეს გეფი რაც გაჩნდა, ხო, ეს შვალედი რაღაც მის სხეულსა და მის მეს შორის ამოსავსები არის, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგავს, ნუ წარმოიდგინეთ, რამდენი დაბრკოლება უნდა გადალახოს, იმით რომ, ანუ იქ თავისი ფეხი არ მოწონს, იქ თავისი რაღაცა, ეს მკლავი, ესე და თუნდაც სანამ სავარჯიშო დარბაზამდე მოვა, აი უნდა გადალახოს აი ეს დისკომფორტი იმის, რომ იქ დაინახავენ. და აქ, ნუ საოცარ სამუშაოს ატარებთ თქვენ, სადაც აი იმას გავს რა, რომ აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინ დაგხვდება. როგორც აი ტაძარში რომ მიდის ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი მღვდელი დახვდება და ან გამოიქცევა იქიდან, ან კიდე ასე ვთქვათ, რაღაცა შვებას იგრძნობს იქ. ნებისმიერ სფეროში. და აი თქვენ რომ ხვდებით იქ ამ ადამიანს და ის თქვენს თვალში ვერ ხედავს კრიტიკას ხო და აი ამ judgments რა რაღაც რო აი და არ ათვალიერებთ მას
აი ამ რაღაცა ზუსტად მინდოდა რომ აი ეგ გეთქვათ. და მას იღებთ როგორიც არის და მასთან ერთად მე მუშაობთ ეს არის რაც მას გადაალახინებს საკუთარ ამ რაღაცა შიშებს და მიუღებლობას და თვითონ ეს body shaming-იც ხო რა არის რომ პირველ რიგში მე თვითონ მაქვს მიუღებლობა მე თვითონ მაქვს ეს რაღაც შიში და მე თვითონ მაქვს დისკომფორტი იმიტომ რომ მე თვითონ რო არ მქონდეს ახლა თქვენ რამდენიც არ უნდა დამცინოთ ან რამდენიც არ უნდა შეურაცხყოფა მომაყენოთ ხო მე ზუსტად ის მომხდება გულზე რასაც მე თვითონვე ასე ვთქვათ ფიქრობ ჩემ თავზე ბატონო ხო არა იმიტომ რომ ბევრი ის ყოფილა რა ზოგადად უკვე როგორ ავართ იცი მაინც ტრენერები გინდა არ გინდა უკვე ხვდები ვინ არის ახალი ვინ არის მეორე თვის აქ რაღაც დონეზე ვიძახი რომ რაღაცა უკვე ხვდები რა რომ ამას სიტყვაზე ეს კომპლექსი აქვს ამას ეს იმიტომ რომ ბევრისგანაც მსმენია რომ აუ თქვენ დარბაზებში რატანებზე დადიხართ და იქ რა შემომიყვანს აი კი არის ეგ წარმოდგენა რითიც აშინებენ თავის თავს რატო მეთქი აი ზუსტად მithქვამს რომ რატო რისი გეშინია ჩვეულებრივი ადამიანები დავდივართ რა ეხა რა იქ არავის არ აქვს არც სამი ხელი არც სამი ფეხი და არის რაღაცა კი მაგრამ ანუ ეს ადამიანი ჯერ რამ მდგომარეობაში იმყოფება რა ანუ ჯერ მაინც სამყაროს უყურებს რაღაცა ინფანტილური ბავშვური მდგომარეობიდან სადაც ჯერ არ გამოსულა ის იქიდან რომ სხვები მასზე რას ფიქრობენ ანუ როდესაც მივა უკვე ნელ-ნელა მუშაობით რომ არავინ არ ფიქრობს შენზე და აღიარებ ამას ხო აი მანდ უკვე იგზნობ ამ შვებას და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ტარდება თქვენგან რომ აი ჩემთანაც როგორ არის ხო ადამიანი მოდის და რო ყვება რაღაც თავის განცდებს თავის გამოცდილებას ზოგჯერ ამბობს ხოლმე რომ ალბათ გაგაგიჟეთ ხო ალბათ ეგეთი რაღაცები არ მოგისმენიათ ხო და ჩემგან გულწრფელად აი მართლა უყურებ და პირიქით ანუ იმდენი მასალა იმდენი საინტერესო რაღაც სამუშაო არის რომ აი თქვენთანაც ესე არის რომ აი რომ მოდის ადამიანი და დაგროვილი აქვს ეს ამდენი სამუშაო ხო შეიძლება ფორმებს საერთოდ ვერ ხედავთ თავიდან მაგრამ ზუსტად იცით რომ აი აქ როგორი პოტენცია არის და როგორ ანუ მოქანდაკეები ხართ კაი სამუშაო კაი მასალა და ამას უყურებთ აი როგორც აი ენთუზიაზმით რა და ახალი გამოწვევა რა თქმა უნდა და აი ამას გრძნობს მე თვითონ ეს მეორე ადამიანი რომ ის უკვე მოგწონთ და ბევრს აქვს ის რომ აი ჩემი კითხვებით ხო არ გაგაგიჟებ ბევრს არა პირიქით უნდა მკითხო უნდა გაინტერესებდეს რომ აი სიტყვაზე რაღაცა ვარჯიშის პროცესში გეკითხება რომ აი ამას რო ვაკეთებ როგორ ვაკეთებ ეს რო გავაკეთო რა დამემართება და ნუ აი ამ მომენტში არის ხოლმე რაღაცა კომპლექსური რაღაცეები რა რომ აი ხო არ გაწუხებ რომ ესეთ რაღაცეებს გეკითხები არის ხოლმე ადამიანებისგან ეს მომენტი და პირიქით რა უფრო ძალიან კაია თავიდანვე რო იწყება ეს კომუნიკაცია და რაღაცნაირად ერთმანეთთან რო ესე რაღაცა უფრო იმ ენერგიაში შედიხარ მართლა რომ უკვე არაფრის არ გერიდება და რაც არ უნდა პირიქით უნდა აინტერესებდეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ უნდა აინტერესებდეს და არ უნდა იყოს რაღაცა ჩუმად და მე რასაც ვეტყვი ის არ უნდა გააკეთოს იმიტომ რომ იქიდანაც მოველით ჩვენ რა სიტყვაზე რომ რაღაცა კითხვა დაგვისვას რომ აი ეს რისთვის კეთდება ამას რა სარგებელი მოაქვს ეს როგორ იქნება და მე უკვე რაღაცა სხვა იმაში გადადის რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ახსენე და პატარა რეკომენდაციასავით გაგიზიარებდით იმ ხრივ რომ ანუ ადამიანი როდესაც სვავს კითხვას და თანერიდება გაჩნია ანუ არის რაღაცა კითხვა რომელიც ანუ სულთა ინფორმაციული არის ანუ ის რაღაც ანუ ყვებით რაციონზე იმ რაღაცა კონკრეტულად რაღაცა ვარჯიშთან დაკავშირებით მაგრამ როგორც კი მოდის და გიკითხებთ რომ აი ბევრ კითხვას სვავ ხო რაღაც აი
მაგ დროს გირჩევთ, რომ თქვენი პასუხი იყოს, რომ შე როგორ ფიქრობ? აი ნახე. პროფესიონალი და პატარა აი ფაკი იყო. Yes. ხო. იმიტომ რომ რაც არ უნდა პასუხი გასცეთ, რომ არა როგორ გეკადრება და არა და ანუ არა იმას ვერ ამოავსებს ეს. ხო და ზუსტად კიდე მოვა და კიდე მოვა. და მე კიდე თვითონ მოერიდება და შეიძლება აღარც მოვიდეს. ო, ძალიან ისეთი კაი როგორ ხო, ის არის რა, სკილი. შენ როგორ ფიქრობ? და უკვე მე ხო, ნუ რეალურად ეგა რა, რაც უფრო იდეაში თუ მართლა ინტერესებს, რაც უფრო მეტ კითხვას დაგისვენს, მით უფრო მით ცოდნას წაიღებს. კი, რა თქმა უნდა. მაგისტვის არსებობს რეალურად, ნუ კონკრეტულად წვრთნელი რა ამ მომენტში. კი და თან დაეხმარებით იმაში დაეხმარებით, რომ არა მზა პასუხი ასეთი დათური სამსახური გაუწიოთ, ანუ თავის თავს თვითონვე გასცეს პასუხები. თვითონ მივიდეს. აი რა საინტერესოა ზოგადად. ფსიქოსამყარო. ძალიან საინტერესო დიალოგი არის მართლა. კი, მაგარი. ესეც ცხოვრებისეული გამოცდილება არის ჩემთვის პირადად. კი ბატონო, ბატონო გიორგი, შემდეგი ესეთი კითხვა არის რა, ნუ როცა ადამიანი შედეგს ვერ ხედავს რაღაც დროის განმავლობაში დემოტივაცია რო აქვს, ეს ყველაფერი როგორ აისახება მის ფსიქოლოგიურ იმაზე განწყობაზე, მდგომარეობაზე. ხო, ეს ყოველდღიური ჩელენჯი არის. და ეს ერთი მხრივ გამოწვეული არის დღევანდელი სამყაროს რითმით, იმიტომ რომ დღევანდელი სამყაროს ასე ვთქვათ, ესე გარეგნული რითმი სულ კარნახობს იმაზე, რომ ანუ რაღაც შედეგზე ორიენტირებული იყო რა და ამ მდგომარეობით საერთოდ კარგავ ცნობიერ გამოცდილებას თვითონ პროცესში და კარგავ იმ განცდას, რომ პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი. კი, ეგ არის. მაგაში გეთანხმებით 100%. და როდესაც ჩართული ხარ ცნობიერად ამ პროცესში, ამას მე ნელ-ნელა ხვდები, აცნობიერებ, რომ ანუ შედეგი დადგება თავისთავად. ანუ მე თუ რაღაც დღეს სკამს ვაკეთებ ჩემი ხელით, ხო? ანუ უნებრივია, რომ ნუ ხვალ გავიტან და გავყიდი ამას რაღაც და შედეგიც, მაგრამ თვითონ პროცესი ამ სკამის კეთების, ხო, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ და დღეს უმრავლესობას უნდა სწრაფი შედეგი. ანუ სწრაფი რა, აი ხო, აი უკვე ხვალ კონდეს აი ესეთი ფორმის კუნთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს რა თქმა უნდა სოციალური ქსელი ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმ მხრივ, რომ ანუ შედარება ხდება სულ ფოტოებთან, რაღაცათან, მაინც და მაინც მოდელებთან, რა ქვია, ტრენერებთან, რაღაცა აიგივებენ თავს, ხო? ეგაც ინფანტილური ბავშვური ხედვა არის, სადაც აი და არასწორი პედაგოგიკის ბრალი, იმიტომ რომ დაგვასწავლეს შედარება სხვასთან და არა საკუთარ თავთან. ანუ აი იქ სადაც მშობელმა მასწავლებელმა გაგვიჟღერა, რომ აი ის შენი კლასელი რა კარგად სწავლობს, ან რა კარგად იქცევა და შენ რა დაგემართა, ანუ აი მანდ უკვე შემოვიდა ის არასწორი პედაგოგიკა და ის შხამი, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო მოწამვლა ჩვენი. კი, ნამდვილად. და შედეგად ვიღებთ ზუსტად მაგას, რომ ანუ გვინდა ვედარებით და ანუ ეს ჰაერიდან არ მოდის ეს ყველაფერი. ჰაერიდან არ მოდის. ხშირად არის ხოლმე რა, გაგიხსნიან Instagram-ს და განახებენ აი თქვენ როგორც თქვით, რომ ვიღაცა მოდელის ეს განახდა. აი ესეთი ტანი მინდა რა. აუ, ეხა კაი რაღაცას გავიხსენებ, აი ზუსტად გუშინ მომწერა ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ, აი ხა უბრალოდ საუბარმა მოიტანა რა. რო ქონდა მასაც ეს, რომ აი რაღაცა მალე მინდა და აბა ის მინდა და ეს. მე სულ ვესაუბრებოდი რა, რომ მოდი რა პროცესით იკაიფე, გეხვეწები, ბევრად მაგრა გაგისწორდება, გესიამოვნება და ამას ყურადღებას არ მიაქცევ ამ ფორმებს ცოტა ხანი და ეს თავისით წამოვა მე რა და აი გუშინ მწერდა რომ აი თქვენ პოდკასტებს რო უყურებო, აი თქვენი მადლიერი ვარო რა, რომ ანუ უკვე იმდენად მსიამოვნებსო ეს ჩემი პროცესიო, იქ ძილის რეჟიმიო, იქ კვებაო, რომ აი
ვარჯიზე რომ მოვდივარო, ხო, აღარ მაინტერესებს, აი კითხვაც აღარ მიშდება მე თავშიო, რომ მე შენ შეგეკითხო, რომ იცი აი ამას როდის მივახცევ სიტყვაზე, ეს როდის გაიზრდება მკერდის კუნთი, ზურგის კუნთი. თვითონ უკვე პროცესში ვარო ჩართულიო და ეს იმაზე მეტად არისო სასიამოვნო და ძალიან მესიამოვნა რა და რაღაცა ერთ ადამიანამდე მაინც თუ მივიდანთ რაღაცას ჩემთვის და გიოსთვის დარწმუნებული ვარო, რაღაცა ერთი ნაბიჯით წინ სვლა. ნამდვილად, ესე იგი შედგა. ძალიან. ესე იგი შედგა ერთმა ადამიანმა მაინც თუ დაინახა და მიიღო, ესე იგი შედგა. და ამ შრომას ნამდვილად აზრი აქვს. და აი მანდაც ხო, როდესაც მოდის მოსწავლე და გეკითხება, რომ ანუ აი ან სურათს განახებს, რა ეს კუნთი მინდა აქ და ესეთი ფორმა მინდა რომ კონდეს. შეიძლება მან კითხვა დაუსვათ, რომ რა აი ეს მიღწეული შედეგი, აი ეს ფორმა რო გექნება, ეს შენ რას მოგცემს? რას მოგცემს? ო, ეგ ძალიან კაი კითხვა არის. ხო, რომ აი რას ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ემოციურ დონეზე აკლია რაღაც. კი. და ცდილობს, რომ აი ამ ფორმით რაღაც ჯავშანი გაიგეთოს და ამ კითხვით ბიძგს მიცემთ, რომ ანუ მარტო ფორმაზე კი არა, აი ამ პროცესში თვითონ ემოციურ დონეზე უნდა იმუშაო, რომ ეს ფორმა და სუბსტანცია შინაგანი, ასე ვთქვათ, ეს სუბსტანცია თანხვედრაში იყოს. ხო, რეალურად ანუ თავისთვის უნდა ეს ყველაფერი თუ იმისთვის რომ ის ხვისი აღიარება მოიპოვოს, ხო, რაღაც ზუსტად. არის. ყველაფერი რაღაც დონეზე მოქმედებს ყველას. და სანამ არ მიდის იქამდე, რომ თავისთვის გააკეთოს, ხო. ის შედეგიც არ დგება. არ დგება, აი ზუსტად აი ეგ რა მნიშვნელოვანია რა. მართლა შენ თავს სანამ არ დააფასებ ისე, რომ შენი საკუთარი თავისთვის მუშაობ და არა სოციუმისთვის. აი შეიძლება გაიწელოს წლები და აი მაინც შედეგი არ მაქვს რა და აი აქ როგორც კი რაღაცებს დაალაგებ. ხო, იმიტომ რომ თავი ყველაფერი შეეგრია მე მგონი არა, მე ესე მე რა ვიცი, მეც მასე ვხედავ. ხო, რაღაცა თან ეხლა თქვენმა გამოსტილებამ უფრო კიდე რაღაცები კარგად გაგვიღრმავა, ხო და ძალიან მაგარი რამეა რა. ხო, ისეთ საჭირო ინფორმაციას ვისმენთ. ძალიან საინტერესო საკითხები არის დღევანდელი ჩვენი პოდკასტი. მე ძალიან შეამოვნებს თქვენთან საუბარი. ხო, და კიდე ერთი ის არის, რომ აი ზოგადად ჯიმებში რაღაცა თავშეყრის ადგილები უკვე ისე ყალიბდება რა, რომ ადამიანები უკვე დიდი ხანია რომ ერთმანეთს იცნობენ, რაღაცა იქ გარემოც ისეთია, რომ არა მარტო გარეთ, უკვე შიგნითაც ისეთი რაღაცა ოჯახური სიტუაცია ხოლმე რა და ხანდახან არის რაღაცა დაძაბულობაც რაღაცა ხო ხდებია რა, ისეთი სუ ერთი და იგივე სიტუაცია და ერთი და იგივე გარემო, ნუ არ დაგხვდება რა ადამიანებს შორის და ეს რამდენად მოქმედებს თვითონ ამ ურთიერთობებზე, თვითონ აი ფიტნესში მინდა, აი თვითონ აი დარბაზებში. საკმაოდ მოქმედებს, იმიტომ რომ აი სწორად თქვი, რეალურად ნებისმიერ ასე ვთქვათ, სივრცეში, სადაც ადამიანები რაღაცა მიზეზით, ერთი მიზეზით ერთიანდებიან, რაღაცა კომუნა იკვრება რა და ეს community იქ აუცილებლად გათამაშდება ის ოჯახური, ასე ვთქვათ, კონფლიქტები, რომელიც მას მოაქვს თავისი სახლიდან. არაცნობიერად ის აუცილებლად გაათამაშებს ამას იმ სივრცეში, კონკრეტულად იმ სპორტში, არაცნობიერად. და მაგ დროს ერთადერთი თქვენ რაც შეგიძლიათ ეს არის ის, რომ თუ აი ამ დაძაბულობას დაინახავთ, სწორი კითხვა დაუსვათ, რომ აი რო იტყვეს, რომ აი ის მე ნერვებს მიშლის რა რაღაც და აი ის რო იქ დგას, ან იქ რო ჩემზე წინ მიდის ან რაღაც და ასე შემდეგ, კითხვა უნდა დაუსვათ, რომ აბა გაიხსენე ვის ამსგავსებ. ხო,
აბა გაიხსენე ვის ამსგავსებ. იმიტომ რომ აუცილებლად ამსგავსებს და ისეთ ბრძოლაში შედის, თუნდაც იმის გამო რომ იმანი გირი აიღო და იქ სხვაგან დადო, რომ მან პირდაპირ ხვდები რომ ეს აქედან გამოწვეული არ არის. ეს რაღაც შინაგანი კონფლიქტი არის, სხვა გამოცდილება არის, რომელიც გადმოაქვს აქ. და აი ამის ასე ვთქვათ სივრცეს თუ აძლევ ხო, ანუ მე უკვე ჩაფიქრდება, ჩაღრმავდება და რაღაცამდე მივა. ნო, მაგარი. ხო, მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ მეც ვქონია მსგავსი. ხო, რომ ადამიანი ვარ და ეხლა მეც ყველას ვქონია რაღაცა. ხო, ეხლა შე როგორ თქვა, რომ ვის ამსგავსებია სხვათა შორის. აი, რამდენი მსგავსი შემთხვევაც არ მქონია. აი, ეგ კითხვა ნახდად არასდროს არ გამბადებია, რომ აი, რა ბიჭო, აი ვინ გონია ვის. ხო, აი შეიძლება როგორ გამოგხედოს, იცი? რაზეა, იმიტომ რომ არ არსებობს, ეხა არც ნათესავია შენი, არც მეგობარია, არავინ არ არის ესე რაღაცა კავშირი უცხო ადამიანია და ესეთი ბრაზი საიდან? ესე იგი სხვაგან გვხდება, ხო? ეს რაღაც სხვა გამოცდილებიდან მოგაქვს და გადმოგაქვს პირდაპირ. კი ბატონო. ნუ არა, მაგარი, ასწორებს. მსგავსი კითხვები ეს უნდა კარგად დავიმახსოვროთ. და მე ცხოვრებაში გამოიყენებ ადამიანს. კი ბატონო. აი, შემდეგი კითხვა დაუშვათ ესეთი ბატონ გიორგის, რომ აი როგორ უნდა მოვიქცეთ ინსტრუქტორები. აი მე და დათუნა, როცა მომხმარებელი, ახალი მომხმარებელი არის დარბაზში მოსული და რაღაცა უხერხულად გრძნობს თავს, რაღაცა გონია რომ ეს ის სივრცე არაა, სადაც თვითონ უნდა იყოს. ცოტა შეშინებულები ვოდათ. რაღაცა რჩევის სახით აი, პატარა ელემენტარული ამბავი რომ ჩაუტაროთ. და კაი კითხვა არის და ვფიქრობ, რომ პასუხიც შეიძლება გამოგადგეთ. აუცილებლად. პირველ რიგში ის კომფორტი რომ მოიპოვოს კლიენტმა, რომელიც ანუ პირველად მოვიდა და დაძაბულია, თვითონ მწვრთნელი, თვითონ მასპინძელი უნდა დახვდეს ძალიან მოშვებული. არანაირი დაძაბულობა და სილაღით, ბავშვური სილაღით. და ხელი მოკიდოს და გააქანოს და დაათვალიერებინოს სივრცე. ნახე? აი ნახე რა გვაქვს, აი ნახე სამაკ ასე ვაკეთებ რაღაც და აი ერთი ბავშვი რომ მეორეს აცნობს ასე ვთქვათ, აი იმ სივრცეს, სადაც აი აქ თამაში მოგვიწევს ჩვენ. კი. აკუნა ვითამაშეთ. აი ეგ გვირაბებს გავ. კი, აუ არა, მართლა მაგარი, იმიტომ რომ ყველა ზრდასრულ ადამიანს პატარა ბავშვი უნდა რა შეგნით იყოს ხო თუთის ხე. როგორც უნდა დახვდე აი შავი ტუჩებით. კი და ანუ როგორც კი დაინახავს ამას და იგრძნობს რომ ანუ ესე თავისუფლად დახვდით და აი ბავშვური სილაღით ეს მისი დაძაბულობა თვითონვე ვერ მიხვდება სადგაქრა. კი, მართალია. აი დაახლოებით ალბათ ყველას გვაქვს გამოცდილი რომ სტუმრად პირველად რომ მივიდიოდით აი ბავშვები ვიღაცასთან როგორ დაძაბული შედიხარ და აი მასპინძელი როგორ შეგხვდება მე იმის მიხედვით გაშინაურდებოდი კი არა ბოლოს ისე ყვიროდი იმ უცხო სახში რომ აქეთ გაწყნარებდნენ ეხლა ძალიანაც სახში კი არა. ხო კი, მართალია. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ნებისმიერი სამუშაო გადავაქციოთ თამაშად. ნუ, გაი, მართლა ძალიან მაგარია, ეხლა თუ დაუკვირდები. ძალიან კაია რა. მე რაღაცა შენი სამსახურიც რაღაცა გემრიელად ის რა. აი ნახეთ, ეხლა თქვენ თუ იფიქრებთ იმას, რომ თქვენი პროფესია არის სამუშაო საიდანაც იქ რაღაც ანაზღაურება უნდა მიიღოთ და ესე და ასე რაღაც ანუ უკვე ეს რაღაც სიმძიმე მოდის რაღაცა იმ ხრებზე გედება რა და სილაღეს გიკარგავს მაგრამ ეს თუ გადავაქციეთ თამაშად და ეს არის თამაში იხარია
სათამაშოდ ყოველთვის გიხარია წასვლა. მანდედან მოდის ალბათ ის ამბავი, რომ ანუ რასაც აკეთებ, ის რომ გაბედნიერებს, ანუ შენი პროფესია, შენი სამსახური, ну, ეგ არის ალბათ ყველაზე კარგი ამბავი, მაგრამ კი და თუ ეს ვერ მოახერხე, რომ ანუ ნებისმიერი საქმე გადააქციო თამაშად, რაც ავნე პროფესიები იცვალო, სულ გექნება იმის დანაკლისი და იმის განცდა, რომ აი მე ვერ ვიპოვე ჩემი ის პროფესია, რომელიც მე გამაბედნიერებს და ვერც ერთი ვერ გაგაბედნიერებს, შენ თუ ვერ შეცვალე დამოკიდებულება. კი ბატონო. მან საინტერესოა. უნდა და გაგრძელდეს 1-2 საათის დიალოგი ახლა და გამოვიყვანოთ 1-3 საათიანი პოდკასტი. ხო, რაღაც აი დრო ისე მიდის, რომ არ მინდა რომ ამოგვეწუროს რა, კითხვები მაი გვაინტერესებს და გვაინტერესებს რა. ჩვენთვის ძალიან ხო, იცი რატო, რაღაცა გამოსადეგი, რაღაცა ახალი ინფორმაცია მე. თანამედროვე ცხოვრებაში უკვე როგორი საუზაური და სტრესული და ასე შემდეგ არის და მართლა ადამიანი შეძლებდა ცოტა რაღაცა ლაღი ბავშვური თვალებით აღიქვავ რაღაცებს. ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ იქნება. არც შენი ფული, არც შენი რაღაცა შინაგანად ხარ, აი კარგად ხო რა და მართლა რო გაბედნიერებს ეს ყველაფერი. და დღეს ხო ძალიან ისეთი აქტუალური არის სხვადასხვა ასე თქვა ფსიქოლოგები, კოუჩები საუბრობენ იმაზე, რომ აი აწმყოში ყოფნა ხო აქ და ახლა. და აქ და ახლა ყოფნა მხოლოდ შეუძლია ბავშვს. კი. ბავშვურ სილაძეს. ხო, კი ბატონო. და თუ ეს არ გვაქვს, მაშინ ან წარსულში ვართ, ან მომავალში ვართ, რომელიც არ არსებობს. Whoa. Oh my god. შენ როგორ არა ჩვენ აი ბავშვური თვალებით გიყურებ ახლა. ეს რა სასაცილო ხარ? ეპეტესოს. კი, ძალიან საყვარელი ხარ სხვადასხვა. იდე აი ესეთ რაღაცასაც მინდა შევეხოთ რა. რომ წვრთნელებზე მაქვს საუბარი. ჩვენ მათ შორის. ხო, მე და შენ, იმიტომ რომ მე და შენ ვზივართ და ადამიანი გვიზის, რომლისგანაც ძალიან დიდი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ და რატომაც არა. აი ტრენერები ზოგადად როგორ უნდა ხდებოდნენ ესე ანუ ახალი მომხმარებელი რო შემოდის რაღაცა ბოდი შეიმინგის მსხვერპლია. თუნდაც რაღაცა ჟესტი, მზერა, სოციალური სიგნალები, ბევრი რაღაცა არსებობს და მოდი ესეც ცოტა ვრცლად შემოვხაზოთ. პირველ რიგში რა არის საჭირო როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის, რომ მივხვდეთ ადამიანს რა ტკივა, რა აწუხებს. გულის ყურით მოსმენა. ეს არის სადაც შენში არის სრული სიჩუმე და თუნდაც კითხვას დაუსვავ, რა მოიყვანა მან შენ? რა მოიყვანა შენთან? რა არის მისი ასე ვთქვათ? წარმოდგენა თუ რას უნდა რომ მიაღწიოს? რამდენ ხანში? და ასე შემდეგ და მე სული სიჩუმე და ანუ მოსმენა მისი როგორი ტონით საუბრობს, როგორ აღწერს ამ პროცესს, უკვე მანდ ამ სიჩუმეში თქვენში გაიშლება ის პასუხები, აი რაზეც კითხვას ვსვავთ, რომ ანუ ეს ადამიანი რა მოიყვანა. იმან რომ ასე ვთქვათ, ეს კომპლექსები აქვს, რაზე აქვს და ამის მიხედვით ისიც კი შეიძლება შეარჩიოთ ადგილი კონკრეტულად დარბაზში, სად ავარჯიშოთ. თავიდან, სად დააწყებინოთ. იმიტომ რომ მაგეცა ამ ხელა რამდენი რაღაცა არსებობს. კი, იმიტომ რომ თუ შეატყეთ რომ ამ ადამიანს ჯერ აქვს ესეთი პრობლემა, რომ ანუ არ უნდა რომ უყურონ დიდად. ამას ვერ გავაკეთებ. ცხენია. ხშირია. კი, ხო ხშირია. აი თავიდან შეუწყოთ ხელი და ცოტა მოფარებულში ავარჯიშოთ.
სადაც ნაკლები თვალი უყურებს. და ამას რო ხედავს თვითონ კლიენტი, იცით რამ ხელა მადლიერება აქვს თქვენს მიმართ, ანუ ამას ვერც გამოხატავს სიტყვებით, რომ ანუ შენ უსიტყვოდ გესმის ჩემი. მე ამას ვერ გეტყვი, რომ ანუ აი სადმე მოფარებულში დავდგეთ, მაგრამ შე რო უკვე წაიკითხე ეს ჩემში, ეგ უკვე იწვევს უნდობას. კი. ეგ ისევ იმას უბრუნდებით, რომ მე შენ გხედავ. მე შენ გხედავ, კი. მეორეს რითი შეიძლება ხო? ანუ მოსმენით, ასევე ვიზუალური შეფასებით რომ მოვიდა, ანუ იგივე როგორ გააცვია. ანუ როგორ არის ჩაცმული, ანუ თავისუფლად არის ჩაცმული თუ ჩაცმული არის აი რაღაც აბჯარი აცვია, რაღაც რო ანუ აი ძალიან ფუთავს თავის თავს რა. აი მანდაც უკვე შეგიძლიათ უკვე ამოიცნოთ ადამიანი, რომელსაც აქვს ეს რაღაც შიშები და კომპლექსი. და მანდაც რაღაც არჩევანის საშუალება მისცეთ იგივე ადგილის ამორჩევის ან რაღაც სხვადასხვა მხრივ რაღაც სივრცე მისცეთ, რომ ანუ ხო ეს შენ როგორ გეკომფორტულება, კიდე თუ აქინდა. ამ შემთხვევაში ნდობა რომ დამყარდება, მე მგონია რომ იმ პრობლემას გადავჭრით, რაც არის ეს დისციპლინა, იმიტომ რომ მე თუ დისციპლინას უკვე არა როგორც ვალდებულებას უყურებ და არამედ ანუ ნდობით შემოვდივარ ამ პროცესში და თამაშით მე უკვე ძალიან მსუბუქად ვდგები და მოვდივარ ვარჯიშზე. რა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია, როგორ გარემოს შეუქმნე იმ მოსასვლელ გზას რა. და რამდენი რაღაცა ზოგადად, რაც მართლა ადამიანებმა უნდა გავითვალისწინოთ. მით უმეტეს ჩვენ ხა ადამიანის სიცოცხლე და სხეული გვაბარია, ხო, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლები ვართ, რომ წარმოიდგინე მართლა ისეთ ძალიან დიდი პატივია, რომ ადამიანი შენ სხეულს გაბარებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მოდი, მე შენ გენდობი, მინდა მავარჯიშო და შენც იმაში ხარ შენ თავში, შენ პროფესიონალიზმში დარწმუნებული, რომ ამ ადამიანს ისე უნდა მოეპყრო ზოგადად ვიძახი როგორც სავარჯიშო სისტემით, ასევე ფსიქოლოგიურად, ხო? რომ არ დააზიანო და შენგან არ წავიდეს კიდე უარეს მდგომარეობაში. კი, და აი მანდ პატარა კომენტარს გავაკეთებ ზუსტად, რომ საჭიროა მწვრთნელი დახვდეს მას საკმაოდ დიდი კონტეინერით და ამ კონტეინერში რას გულისხმობ? მისცე საშუალება, რომ თუნდაც ის აგრესია, რომელსაც ატარებს საკუთარი თავის მიმართ, შენზე გადმოიტანს. ხანდახან ისეთ კომენტარს გაგიკეთებს, ხანდახან ისეთ აგრესიას გესვრის, იგივე შენივე მოწაფე და კლიენტი, ეს უნდა შეძლო, რომ შენს კონტეინერში, ასე ვთქვათ, შეინახო, დააგროვო და მერე ერთ დღეს აუცილებლად დაუბრუნო კონსტრუქციულად. იმიტომ რომ გახსოვდეს, რომ ეს აგრესია შენ არ გეკუთვნის. აუ და რთულია ეს მიიღო და გაანალიზო, რომ შენ არ გეკუთვნის, ხო? შენ არ გეკუთვნის მართლა და ეს არის სარკისებრი, ასე ვთქვათ, ეს მისი აგრესია თავის მიმართ. და რეალურად ჭირდება მაგ მომენტში, რომ ეს აგრესია ამოიღოს და თუნდაც შენზე ხო, მაგრამ ეგეც რთულია უცბად შენ კომენტარის გარეშე შეიძლება შენც ახლა დროს შენც რაღაცა უპასუხო როგორც ხდება ხოლმე რა და აი მაგას თუ ჩემ თავზე მაკლაპარაკი მე მივახციე და მაინც მუშაობ ისე თუ ასე ჩემ თავზე რომ შეიძლება მართლა ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევს ყოფნა ყოველ ერთ საათში სხვადასხვა პიროვნება მოდის იქ მართლა ვიღაცაც უთხასიათზეა ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს და მართლა უნდა გაითავისოს ადამიანმა რომ ეს შენ არ გეკუთვნის და ეს არ არის ის აგრესია რასაც სიტყვაზე შენ ფიქრობ რა კი და ასევე საკუთარი თავის ანუ ზრდისთვის ხო ეს სერიოზული მასალა არის
იმიტომ რომ მისი აგრესია თუ აღიქვი პირადად და სადღაც შენც მოხვდა შენს რაღაცა გადაუმუშავებელ გამოცდილებაში, რომელსაც კი არ უნდა გაექცე. მე შენთვის თუ წახვალ ესეთ შენთვის დაცულ სივრცეში და წამოწვევი დაფიქრდე, რომ რატო შემეხო. მანდ უნდა გამოხატო კაკრას შენი სიძლიერე როგორც ზუსტად ტრენერი, რომ ის ადამიანი რეალურად შენთან არის, ეგრე არის რა, დასახმარებლად არის მოსული, რომ რაღაცა უჭირს ესე იგი. და აი მანდ ერთი ნაბიჯით ცოტა ესე წინ უნდა იყო, რომ აი ამის ესეთ ემოციებს თუნდაც უარყოფით, ანუ აქედან შენ კიდე არ აყვე და რეალურად უფრო არ დააზიანო რა. ანუ კარგი მშობელი უნდა იყო. კარგი მშობელი უნდა იყო, როგორც ანუ კარგი მშობელი რა არის, რომელიც აი ამ კონტეინერში ინახავს იმ ბავშვის აგრესიას, ანუ იღებს. თორე ანუ პირდაპირ დაუბრუნოს ხო, მაშინ ანუ იქ ძალიან დესტრუქციული მდგომარეობა იქნება. ბევრ რაღაცებზე დაგვაფიქრებს ეს ჩვენი პოდკასტი შემდგომ ვაფშე ყველაფერზე რა. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად აი ესეთი რაღაცები რა. მეც ახლა შეიძლება არაფერში შუაში არა, მაგრამ რაღაცა პერიოდი მეც მიწევდა ფსიქოლოგთან სიარული, დავდიოდი და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ჩემს ეს ჭირდება რა, იმიტომ რომ ქონდა ჩემი რაღაცები და შესაბამისად სიარული რო დავიწყე, იმხელა შვება ვიგრძენი და იმდენად გავთავისუფლდი ბევრი რაღაცა ჩვევებისგან, ბევრი რაღაცა დამოკიდებულებისგან სიტყვაზე ცხოვრებისეულზე, რომ ნამდვილად ვიცი და ნამდვილად ვაფასებ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად თუ რამე ისეთი გაწუხებს, რომ ზოგს აი რო გავუგია რომ ფსიქოლოგთან დავდიო, ავად ხარ? ხო, არასწორია ეს სტერეოტიპი. შეიძლება მე ავად ვარ, მაგრამ ნუ გამეუბნებ. მაგდოს ნაკითხავ და მათ ჩვენე ჯამთელი ადამიანები. ხო, მათ ჩვენე ჯამთელი ადამიანები. და ძალიან ანუ ეგ სულ მეამაყება ხოლმე, როცა ადამიანი მაგას ამბობს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი და საკუთარ თავზე მაგ გამოცდილი, რომ რამხელა სითამამე ჭირდება მაგ ნაბიჯს. ანუ იგივე ფსიქოლოგთან მისვლა. და იგივე ვარჯიშის დაწყება. ანუ ყველაფერში გვჭირდება ეს რაღაც სითამამე, რომელიც სადღაც რეპრესირებული არის, სადღაც არის, მაგრამ დარეპრესირდა. და დაარეპრესირა არასწორმა პედაგოგიკამ, არასწორმა აღზრდამ და სკოლამ, ბაღმა, ანუ და ეს ნელ-ნელა რაღაც ჩვენივე თავი სადღაც გვჭედავს, რომ თუნდაც გადავდგათ ნაბიჯი და იქ ფსიქოლოგთან მიხვიდე, იქ მწვრთნელთან მიხვიდე და ეს გაბედო. ბატონო გიორგი, ესეთი სამ რჩევას თუ მოგცემთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ყოველდღიური ჩვევები გარდაქმნათ ჩვენი სხეულის დადებით ქცევად. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ვარჯიში და ვარჯიში მენტალური და ფიზიკური. მენტალურში რას გულისხმობ? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მედიტაცია. მედიტაცია არის იგივე კონცენტრაცია. და აი როგორც ფიზიკურ სხეულს და კუნთს ავარჯიშებ, ასევე მედიტაციის საშუალებით ავარჯიშებ ამ შენს მენტალურ რაღაც კუნთებს, რომელიც ზუსტად იმ სტაბილურობას, იმ თანმიმდევრულობას ხელს უწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი მაგალითად ვარჯიში ხო არ არის ადამიანის ინსტინქტი. ანუ ესე ინსტინქტურად ეს არის ჩვევა, უნდა გამოიმუშაო. ასევე მედიტაცია, ესე
როგორც ინსტინქტურად რაღაც და იმპულსურად სხეული გეუბნება რომ რაღაც ჭამა გინდა და გშია, ანუ ესე არ გთხოვს არც მედიტირებას და არც წახვიდე დარბაზში და ივარჯიშო. ეს არის გამომუშავებული ჩვევა, რომელიც ზუსტად თქვენ კითხვას პასუხობს, რომ ერთ-ერთი დამხმარე არის საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნაში, ჰარმონიაში ყოფნაში. მეორე ჩვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის ვისწავლოთ თუ ვიძახით, რომ დღეს ამას მე გავაკეთებ, ან ხვალ მე ამას გავაკეთებ. მაშინ უნდა გავაკეთოთ. თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ ეს უნდა გააკეთო, ან შეძლებ თუ ვერ შეძლებ, მაშინ ჯობია საერთოდ არ თქვა. იმიტომ რომ ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია ამით რამხელა იმედგაცრუებაში ვაგდებთ საკუთარ თავს და საკუთარ თავზე როგორ გვეცვლება წარმოდგენა. აი თუნდაც უბრალო ის, რომ რაღაცა ხვალ წავალ იუსტიციის სახლში რაღაც იმ საბუთს ავიღებ და არ წახვალ და არ აიღებ, ხო? ანუ იქ სადღაც უკვე დაილექა, რომ რაღაცა ვერ შეძელი, ვერ გააკეთე. და აი ეს რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს და ამიტომ ზოგს გონია, რომ აი რაც უფრო იტყვის, რომ ამას გავაკეთებ, ანუ უფრო სტიმულს მისცემს საკუთარ თავს რაღაც და არა. არა, მან ძალიან ისეთ ბეწვის ხიდზე გადიხარ. და ესაც ჩვევაში არის გამოსამუშავებელი, რომ თუ ვიძახი, რომ ხვალ მე ვარჯიშზე მივდივარ, მაშინ უნდა წავიდე და ვივარჯიშო. ეს პატარ-პატარა ჩვევები მერე ძალიან მოქმედებს ჩვენს თვითონ გამომხო რა, კი, მენტალობაზეც და ზოგადად ყველაფერს და ის რა ქვია, დისციპლინაც პატარ-პატარა მოდის. ზუსტად მაქედან იქნება ეს დისციპლინაც და მესამე კიდე რასაც ვიტყოდი, ხო, რაც თქვი და გავიმეორებ. ალბათ კი არა და ეგაც ჩვევა არის, რომ შევცვალოთ დამოკიდებულება ნებისმიერი საქმის მიმართ. და ალბათ ეს პირველი უნდა მეთქვა, იმიტომ რომ იმ დანარჩენშიც დაგეხმარება ეს. შევხედოთ ყველაფერს როგორც თამაშს. ეგ ყველაზე მაგრამ გულთან. კი. იმიტომ რომ ანუ აი ნახეთ არასწორი დამოკიდებულება გაგვიჩნდა თვითონ თამაშის მიმართ. იცით როდის? აი პატარები რო ვიყავით ბავშვები და მშობლები რო ყვიროდნენ რომ შეეშვი მაგ თამაშს რაღაც მოდი აქ რაღაც საქმე გააკეთე, ან მოდი აქ გაკვეთილი დაწერე რაღაც, ანუ მან გაიყო ჩვენ ცნობიერებაში, რომ ესე იგი თამაში რაღაც არასერიოზულია და ეს რაღაც პასუხისმგებლობა არის მეორე. აი ეს უნდა გავაქროთ. ძალიან საინტერესო. არა, მაგარი. ხო, ზოგადად ცოტა რომ ჩაუღრმავდები. Yes, ეგრეა. მაგრა ასწორებს რა, ზოგადად რაღაცნაირად ეგრე რო უყურებ, მაგრამ ამასაც ხო პრაქტიკა და ბევრი მუშაობა ჭირდება, ხო, ცოტა და ყოველდღიური, კი. ანუ არ არსებობს, აი როგორც ვარჯიშია, ხო, ხა როგორ შეიძლება რომ რაღაცა კონკრეტულ შედეგს მივაღწიო, სხეული ისე გამოიყურებოდეს და მე თავი დავანებო. ეს ხო არის მთელი ცხოვრება, ანუ ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიური მუშაობა. აი სიკვდილამდე. მე მეკითხებიან ხოლმე, რომ რანაირად ხარ ესეთი მშვიდი თუ რაღაც, აი რანაირად ატარებ ამ სიმშვიდეს, და გულში ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვშრომობ ამისთვის. ხო, რა თქმა უნდა. ეგრე. ანუ არ წყვეტ ადამიანი რაღაცა იმ დონეს რა, რომ აი მე მივახციე და მორჩი. არ არსებობს. ხო, არ არსებობს. მე უკვე ესეც რუტინულად ალბათ ისე გადასდის ადამიანს, რომ უკვე აი კომპიუტერებით აგაქრო დღეს ხვალზე და ესე მიყვება და მიყვება. აუ, ერთი კითხვა დამეყა და ეხლა იტა. ბრძანეთ. აი ამასთან დაკავშირებით, რომ ნუ ეს ყოველდღიურად რა.
ადამიანი სიტყვაზე რომელიც აი ნახევარი წელი თავ დაუზოგავად შრომობს, ვარჯიშობს, რაღაცა კონკრეტულ შედეგს მიაღწევს და უცბად ადგება და თავს დაანებებს რა. აი რამ დემოტივაცია უნდა ქონდეს ახლა ეგეთი რომ აი ეს აი ამხელა ნაშრომი ადგეს და წყალში ჩაყაროს. აი ზუსტად მაგითხვაზე მაგარი პასუხი მოგცა. ხო და აი გავიმეორე. პირველ რიგში ეს არის რომ ის თავისთვის არ ვარჯიშობდა. ხო, ანუ ისევ იქ კი, ოკეი. იმან მიაღწია წკაპ, უცბად ფორმები და წკაპ მოკდა ყველაფერი. კი, და ის თავისი მიზანი, სამიზნე ვინც იყო, ის დააკმაყოფილა. კი. და ამით დახურა ეს. და მას კიდე დაიხურა და წავიდა. კი. ან საინტერესო. ხო, ანუ აი წარმოიდგინე რამ ხელა მნიშვნელობა აქვს და რამდენად ისე უნდა უყურებდე რა ამას რა, რომ შენი თავისთვის ვარჯიშობ და ის რაღაცა ის ვიღაცა არ ყავს რა, რომ მე ესეთი უნდა გავხდე და ესეთი უნდა ვიყო 6 თვეში და რაღაცა ბატიბუტები და მართლა მაგ დროს ალბათ შენი თავი იკარგება, ვიღაცისთვის აკეთებ, მე ამას მიაღწევ და თურმე რაღაცა ალბათ სიცარიელე ჩდება რა, რომ ვაფშე რა რაც მინდა ეს კუნთი. ხო, ანუ თვითონ აზრი დაკარგა. იმიტომ რომ ერთადერთი აზრი აი მხოლოდ და მხოლოდ ის სამიზნე იყო, ვისთვისაც აკეთებ. და თვითონ საერთოდ არც ჭირდებოდა რეალურად. არ ჭირდებოდა და მაგაზე გამახსენდა ახლა ნიუ-იორკში, ამერიკაში დიდხანს ვცხოვრობდი და იქ ეს ამერიკელი მეგობრები დიდი ხანია უკვე ცოლ-ქმარი არიან და სახლში ვარ მათთან და ეს ქმარი ეუბნება ცოლს რომ ისეო, ანუ რაც ცოლად მოგიყვანეო, სანამ ცოლად მოგიყვანდიო, სულ რაღაცა ლამაზად გეცვაო, სულ რაღაც ისე გამოიყურებოდიო ასეო. რაც ცოლად მოგიყვანეო, სულ პიჟამოებით დადიხარო რა და ხელი აჩვენა ესე აუწია და ბეჭედი დაანახა რა. ეს იყო ჩემი მიზანიო. დახურა თავი. ეგრევე, აბა რა. ხო, ეგრეა ალბათ ეგ ყველაფერი რა ზოგადად რა. ფიტნეს კლუბებმა მასშტაბურად ვიძახი ჩვენთან საქართველოში. აი რა უნდა გააკეთონ, რომ ჩვენი ადამიანის სხეული აღიქვებოდეს პოზიტიურად და body shaming-ი ანუ საერთოდ აღარ არსებობდეს რა. რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით? ესე სიმბოლურად ვიტყვი და მე ცოტას გავშლი რა. რა უნდა გაკეთდეს და სული უნდა დავაკავშიროთ სხეულს. და ეს ერთობლივი, ასე ვთქვათ, პროცესი გავხადოთ ხილული. რომ ეს ერთმანეთის გარეშე არ არის. ანუ სულს ვიღაცა ფსიქიკას ეძახის, ზოგი სულს, მაგრამ ეს მშინაგანი მდგომარეობა უნდა დასინქრონდეს. და აი ამ სინქრონში დაეხმაროს ეს დარბაზები, ეს სავარჯიშო, ასე ვთქვათ, ფასილიტატორები, რომ ანუ მოდი ახლა დავსინქრონდეთ. და სხვათა შორის, ანუ ამას აი იგივე ოქტოპუსში ხო, ანუ რომ ხედავ რომ იმდენად მრავალმხრივი არის მიდგომა თვითონ თქვენი მომხმარებელთან, იმიტომ რომ სხვადასხვა კლასები, ანუ როგორც მაგალითად იქ ცალკე ასე ვთქვათ რაღაცა კონკრეტულ კუნთებზე მიდის მუშაობა, იქ გაიხედავ და იქ მიდის რაღაც sound healing-ი, რაღაც ანუ ეს ვიბრაციები იქ რაღაც, ანუ ტანვარჯიში, იქ და მუსიკასთან აწყობილი ეს რითმით, ანუ ყველანაირად ასე ვთქვათ, აი ამას ვეძახი მთლიანობაში ამ სულის ცეკვას. და აი მოძრაობაში მოყვანას. ხო, ალბათ ზუსტად ეგ არის მიზანი, რომ ამოძრაო. ო, საინტერესო.
რა სიტყვით ბატონო გიორგი? აი ესე. ო, ზიღრმისეულად რო შეხედო რა, მართლა ეგრე არის, იმიტომ რომ რაღაცა ეს გარემოც როგორ მოქმედებს ყველაფერი, თუნდაც ის მუსიკა შინაგანად ხარ კარგად და მე უკვე რაღაცა გარედან გამოიყურები რა, სხვანაირად. შიგნიდან გარეთ ასხივებ. კი, ნამდვილად. საოცარი ჩემთვის პირადად საოცარი გამორჩეული ეპიზოდი გამოვიდა. ფსიქოლოგთან სიმართლეს ვიტყვი, რომ ცხოვრებაში არ მქონია არანაირი გამოცდილება და თავიდან ვიჯექი ცოტა რაღაცა ჯერ ისედაც ახალი არის ჩვენთვის ეს პროექტი, ისედაც ცოტა დაძაბულები ვართ. ეხლა თან პლუს ფსიქოლოგთან პირისპირ ჯდომა და ცოტა რაღაცა ისე ვიყავი რა, შეკროლი და აი ისეთი საინტერესო თემებს შევეხეთ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა და თან მოვეშვი და დადებითად იმუშავა და იმოქმედა დღევანდელმა ჩვენმა ეპიზოდმა ჩემზე კონკრეტულად და მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ ესეთი საინტერესო კითხვებისთვის და ესეთი მიღებისთვის და თქვენი დამსახურება არის რომ შევძელი, იმიტომ რომ როგორც რა ვთქვი რომ ანუ კლიენტი მოდის დარბაზში და მას ზუსტად თქვენ უჩენთ აი ამ სურვილს, ხო? ანუ მოძრაობის, მოქმედების რაღაც ასე არის, ანუ საუბარიც ზუსტად ვერ ილაპარაკებ თუ შენ არ გახვედრებენ აი იმ სივრცეს, სადაც შეგიძლია რომ გაიხსნა და ილაპარაკო. ვინც არ უნდა იყო, რაც არ უნდა გამოცდილი ფსიქოლოგი იყო თუ ტრენერი. ნამდვილად. მადლობა თქვენ ამისთვის. საოცარი იყო. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელი დღე მართლა ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც იქნება ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ. ჩემო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ბატონი გიორგი ხატიაშვილი, ფსიქოანალიტიკოსი და ეს იყო ჩვენი კიდევ და კიდევ ერთ-ერთი ოქტო ეპიზოდი. არ გამოგრჩეთ, არ გამოტოვოთ არც ერთი ეპიზოდი და აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზე და Spotify-ზე. შეხვედრამდე. ახლა მდის